წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი შემოგვიერთდა და მოგესალმებით მამა დავით. მშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ნებიშვიდეულია ყველაზე მძიმე პერიოდი წლის განმავლობაში მემზადებით უფლის წინვალე აღდგომისთვის და ჩვენ ბუნებრივია რომ გვინდა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ ამ პერიოდში ჩვენი ყურადღება და მთელი ქრისტიანული სამყაროს ყურადღება რა თქმა უნდა მიპყრობილია იმ მოვლენებისკენ რაც უკავშირდება მაცხოვრის ვნებას და მიპყრობილია იმ მოვლენებისკენ რაც აღესრულა გარკვეულ დროსა და ისტორიულ კონტექსტში, თუმცა ამ მოვლენებს აქვთ მარადიული მნიშვნელობა და ამოუწურავია დროში. დიდი სამშაბათის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ, ვიცით რომ დღეს ეკლესია იხსენიებს იგავს 10 ქალწულისა და ტალანტების შესახებ, ასევე გრძელდება მათეს სახარების კითხვა, რომელიც გუშინ დაიწყო, რას გვახსენებს ამით ეკლესია? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეები არის, ჩვენც უნდა ვეცადოთ ეკლესიის დახმარებით, ეკლესია გვთავაზობს ჩვენ ღვაწლს ისეც, რომლის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ მაცხოვართან ერთად მსვლელობას გოლგოთის გზაზე და მაცხოვართან ერთად გატარებას დროის ამ უნიშნულოვანეს პერიოდში, რადგანაც დღევანდელი დღე გამოირჩევა იმითაც, რომ ძალიან ბევრი სწავლება წარმოთქვა უფალმა ეს უკვე ქრისტე აღარ მოძრაობს, აღარ ქადაგებს ქალაქითი ქალაქად, სოფლითი სოფლად, მან შემოიკრიბა თავისი მოციქულები და მოამზადა ისინი შემდგომი უკვე ეკლესიის წყემსობისთვის და სულიერი წინამძღოლობისთვის და ბევრი ისეთი სწავლება გააჟღერა დღევანდელ დღეს, რომელიც ასე თქვა ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული ჩვენთაგანისთვის. ერთ-ერთი როგორც თქვით, ეს არის 10 ქალწულის იგავი, ამ იგავის წარმოქმნის შემდეგ უფალმა თქვა, რომ აი 2 დღის შემდეგ იქნება პასექი და ზეკაცისა მიეცემის ჯვარცმადო და მართლაც ამ დღევანდელ დღეს მოხდა გაჟღერება ამ იგავის ვნების სამშაბათს. ეკლესია ცდილობს ჩვენს გამოფხიზლებას, ყურადღებით ვიყოთ, ეს ლეთარგიული წილი არ დაგვეუფლოს. რადგანაც სწორედ დღევანდელი დღის ტროპარში არის ეს სიტყვები, რომ სიძე მოვალს შვაღამესა და ნეტარარს მონაიგი რომელი პოვოს ხვიძარეთ, ხოლო ვაიარს მონისამის რომელი პოვოს უდებებითო და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყოველდღიურად ფიქრი იმაზე, რომ დღევანდელი დღე შეიძლება იყოს ჩემი ღმერთთან წარდგომის დღე, ჩემი ამ ქვეყნიური ცხოვრების დატევების ჟამი, ან შეიძლება ისე მოგვისწროს მეორედ მოსვლამ, როგორც პარავი ხამე. თუ ყოველდღიურად მზად ვიქნებით ამისთვის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თვითონ ეს მსაუბა გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს. ეკლესიის მამები გვასწავლიან ჩვენ, რომ ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ყოველდღურად გაიზარდოს, უფალი მას აჩუქებს ცხოვრების წლებს, დღეებს, რომ რაც შეიძლება მეტი მოიმუშაკოს და ასე წარდგეს შემდგომში უკვე მის წინაშე, ღვთის წინაშე. რაც შეეხება მათ ქალწულს, რომელსაც დღეს ეკლესია იხსენებს, მრავალმხრივ საგულისხმო იგავი არის. ერთი შეხედვით მარტივია თითქოს აქ ყველაფერი, მაგრამ ბევრი აქცენტი შეიძლება დაისვას. ქალწულება თავისთავად არის უდიდესი ღვაწლი, ბევრი რამ უნდა დათმო ადამიანმა, რომ ქალწულებას მიაღწიო, მაგრამ როგორც ჩანს, ქალწულთა შორის ყველა ვერ შევა სიძის ქორწილში, როგორც ბრძანებს წმინდა პავლე მოციქული, უკვე თუ ვინმე იღუწიდეს და არა გვირგვინოსან იქნების, არა თუ სულიერად იღვაწოს და ქალწულება ესე შედარებული არის გარეგნულ ღვაწლს. მე შეიძლება საერთოდ არაფერი არ ვჭამო, ძალიან ბევრი მეტანია გავაკეთო, დილინას აღმოდეთ აზდარში ვიდგე, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ყურადღება უნდა მიექცეს თუ რა ხდება გულში, რა ხდება ჩვენს სულში, ჩვენი გონება რამდენად არის დაკავშირებული ქრისტესთან და აი ეს ზეთი, რომელიც საკმარისად აღმოაჩნდათ ბრძენ ქალწულებს, არის სწორედ სულიწმინდის მადლი წმინდა მამების განმარტებით და აგრეთვე ისიც არის, რომ თითოეული ჩადენილი კეთილი საქმის შემდეგ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს კეთილი საქმეები და უნდა ვეცადოთ, რომ ახალი კეთილი საქმეები მოვიმუშაკოთ. ჩვენ თვითონვე არ უნდა დავტკბეთ ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეებით, რომ აი მე ეს გავაკეთე და იმ შინაგანი მზვაობარი და ამპარტავანი ბუნების შედეგად ქება და დიდება არ უნდა მივიღოთ, თორემ ეს ყველაფერი წყალში იყრება და აი ამ იგავის მიხედვით მოულოდნელად შვაღამეს, როცა არავინ არ ელოდებოდა, გამოჩნდება სიძე და 10-ვე ქალწული დაიწყებს უკვე მომზადებას სიძესთან მისაგებებლად და 5 ქალწულს აღმოაჩნდებათ ბრძენი, როგორც ბრძენი ქალწულები ისე არიან სახარებაში მოხსენებულნი, საკმარისი ზეთი
და ისინი შევლენ სიძის ქორწილში, ხოლო გუნური ქალწულები, რომლებიც მოუმზადებელი შეხვდნენ მეუფის გამოჩენას, მათ არ ქონდათ საკმარისი ზეთი და ძალიან საინტერესო ეპიზოდია. ისინი ბრძენ ქალწულებს ეუბნებიან, რომ მოგვეცითოთ და გაგვინაწილეთ თქვენი ზეთი. და ბრძენი ქალწულები ეტყვიან, რომ უკვე ვერ კმაგვეყოს ჩვენ და თქვენ, არამედ უფრო ისღა წარვედით სავაჭრო და იყიდეთ თავისა თქვენისა. ამ სიტყვებში ზოგმა შეიძლება გარკვეული ირონიაც დაინახოს, რომ ესე იგი როგორც აღმოჩნდა შემდგომში ბრძენი ქალწულები კი მიდიან სავაჭროთ, რომ მოიმუშაკონ ესეთი, მაგრამ უკვე გვიანია. ანუ პირადი ღვაწლი ყველაფრთან უნდა მოიმუშაკოს და პირადი ღვაწლი და ამას ვერავინ ვერ მოგცემს შენ მით უმეტეს ეს არის პერიოდი, როცა ბრძენი ქალწულები ჯერ კიდევ არ არიან გადასახლებული სასუფეველში და ასეთ შემთხვევაში ვერავინ ვერ დაგვეხმარება ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ეკლესია შეგვაგონებს ჩვენ რომ ხვალინდელ დღისთვის არ გადავდოთ არაფერი და ვისწავლოთ რომ აი დღევანდელ დღეს მე შესაძლოა უკვე ბოლო დღე მქონდეს მიწიერ ცხოვრებაში აქ კიდევ უფრო დეტალურადაც ხდება აი ამის წარმოჩენა რომ არა იცი დღე არცა ჟამი შეიძლება ეს საათი იყოს შენთვის ასე თქვა საერთოდ ბოლო და ჩვენ ქრისტიანებს სიკვდილის არ გვეშინია არც უნდა გვეშინოდეს პირიქით უნდა გავეკიდოთ სიკვდილს და სიკვდილი უფრო და უფრო გაიქცევა და განგვეშორება ჩვენ რადგანაც სიკვდილი დამარცხებულია უფალმა გითხრა ჩვენ რომ ნუ გეშინიათ მე მიძლევია სოფლისა ნუ შეძრწუნდება თქვენი გული მომენდეთ მე და მოგცემთ მე სიცოცხლეს სათაშინათ უკი თქვენ შეასრულებთ ჩემს მცნებებს და აი აქ ძალიან საინტერესო ეპიზოდი არის ისიც რომ ისე იგი ეს უგუნური ქალწულები მიდიან დავაჭროთ რა თქმა უნდა გვიანია მაგრამ რაღაცნაირად მაინც აღწევენ რაღაც იმ კარიბჭემდე და აკაკუნებენ და ეტყვიან უფალო განგვიღე ჩვენს უფალი ეტყვის მათ არ გიცნობ თქვენ განმეშორენი ჩემგან ესე იგი ამ იგავის მიხედვით ირკვევა რომ ქრისტიანის ცხოვრების მიზანი ეს არის ღვთისმცნობელობა როგორც ვთქვით რაც არ უნდა ღვაწლი აღასრულოს ადამიანმა თუ შინაგან კავშირზე არ გადის და ვერ გადის უფალთან მაშინ ეს ღვაწლი თქმა უნდა დიდად ვერაფერს ვერ არგებს და ჩვენი უნდა ვეცადოთ რომ ყოველდღურად აი თავარი ღვაწლი ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ეს უნდა იყოს რომ ქრისტე გავიცნოთ ყოვლადწმინდა სამება ღმერთი გავიცნოთ წმინდანები გავიცნოთ თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს შეიძლება აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციაში გითხრან რომ მე არ გიცნობ თქვენ რას აკეთებდი შენ არც ერთი კეთილი საქმე არ გაკეთებია შენ ჩემი სახელისთვის არც ერთხელ არ ქონია ჩემთან პიროვნული კავშირი თავი ადამიანს კი აქვს თავისი დაცემული ბუნებიდან გამომართლებელი არგუმენტები რომ მე ამას ვაკეთებდი მაგრამ ეს ყველაფერი ამაო არის თუ ღმერთისთვის არ კეთდება კეთილი საქმე და თუ ღმერთს არ ვევედრებით მაშინ ჩვენ ვერ გადავრჩებით აგრეთვე დღევანდელ დღეს უფალმა უპასუხა მოციქულების შეკითხვას მეორედ მოსვლის შესახებ ესეც რა თქმა უნდა იგავთან არის დაკავშირებული რომ არ იცით ჟამი არცა დღე რომელსაც შინაძე კაცისა იმოვიდეს მეორედ მოსვლა აუცილებლად მოხდება მაგრამ ჩვენ როგორც წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს არ შეგვეშინდება და არ შევძრწუნდებით მაშინ თუ ჩვენს გულებში იქნება ქრისტე განუწყინვებული და აი ამ პერიოდში ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ რომ ისეთი განცხადებულობა და ისეთი პიროვნული კავშირი დავამყაროთ უფალთან რომ არაფერმა და არავინ არ შეგვაშინოს რაც არ უნდა მოხდეს სამყაროში მოსახდენი აუცილებლად მოხდება მაგრამ ჩვენ ვიდგეთ და ვიყოთ დაფუძნებული კლდესაზე და ეს ყველაფერი კი უკავშირდება რა თქმა უნდა პირველ რიგში ღვთის სიტყვების მოსმენას და მეორე რიგში მის შესრულებას როგორც უფალი ამბობს რომ ვინც მოისმენს ჩემს სიტყვებს და შეასრულებს ამსგავსო იგი კაცსა გონიერსა რომელმაც აღეშენა თავისი სახლი კლდესაზე და მოვიდა ის განსაცდელები წვიმა ქარი ქროდეს კრიგალი მაგრამ ვერ დაეცა ეს სახლი რადგანაც დაფუძნებული იყო კლდესაზე და კლდე არის თავად ქრისტე ჩვენი ყველა იმედი ქრისტეზე უნდა დავამყაროთ და რა თქმა უნდა ეს დღეები ყველაზე კარგი იქნება რომ ჩვენ ეკლესიაში გავატაროთ მაგრამ ღვთისმსახურების თვალსაზრისით რა იცვლება რა ხდება კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს ალბათ კარგი იქნება დღევანდელ დღეს ჩვენ ვთქვით რომ მათეს სახარების ესე იგი დარჩენილი თავები იკითხება რაც გუშინ დაიწყო დღეს გრძელდება წაკითხვა მათი სახარება გუშინ იქნა ბოლომდე წაკითხული ან სხვადასხვა ტრადიცია იყო სახარებების საკითხვის უბრალოდ ამიგავს ეკლესია იმიტომ იხსენებს რომ საკუთრივ ამ დღეს არის წარმოქმნილი და გუშინ მარკოზიც დავიწყეთ ანუ სამ დღეში იკითხება მთელი სახარება მოკლედ ორშაბათს სამშაბათს და ოთხშაბათს და როდესაც ჩვენ ესე მოუცლელობა ძალიან გვებრძვის აწესით არ უნდა იყოს რა თქმა უნდა მაგრამ მაინც ისეთი ცხოვრება არის რომ
არ არის მარტივი სახარებამდე მისვლა და კითხვა, ეკლესია გვაძლევს საშუალებას, რომ აი მთელი წლის გასაკეთებელი საქმე, უნდა ეს ვერ იქნება, ვერ ჩაანაცვლებს ყოველდღიურ ღვაწლს, მაგრამ რაღაცნაირად კომპენსაცია მოვახდინოთ საკუთარ თავში, იმისა რომ ღვთის სიტყვებს ვერ ვისმენთ და ერთიანად მოვახერხოთ მსახურებებზე დასწრება და ღვთის სიტყვის მოსმენა, როგორც ვიცით, ძველ აღთქმაში ღმერთი თავის მორწმუნეებს ესაუბრებოდა წინასწარმეტ ყოველთა მეშვეობით, ხოლო ახალ აღთქმაში საკუთარი ძის მეშვეობით გვესაუბრება და სწორედ ამაზე არის საუბარი და აქცენტი კეთდება ეკლესიის მიერ ამაზე, რომ ჩვენ მოვახერხოთ ღმერთთან პიროვნული კავშირის დამყარება. მარტო ლოცვაც არ არის, ხომ, როდესაც მე ვლოცულობ, მე ვსაუბრობ, ღმერთი მისმენს, ხოლო როდესაც ახარებას ვისმენ, მაშინ ღმერთი მესაუბრება, მე და აქედან გამომდინარე ლოცვა უკვე ორმხრივ, ასე ვთქვათ, ურთიერთობას და დიალოგს აჩენს, რაც წარმოაჩენს იმას, რომ ჩვენ გავხდებით ღვთის მეგობრები და უფალი არასდროს არ დაგვტოვებს, როგორც ეს ხდება ლაზარის შემთხვევაში. ლაზარი ღვთის მეგობარი იყო და უფალმა ის არ დატოვა. აგრეთვე ამ პერიოდში კიდევ ერთხელ მსახურებებზე ჟამნობასთან ერთად ხდება თვითონ ჟამნებში არის სახარების კითხვა ჩართული. ისევ და ისევ ეკლესია სინანულის კანონებს აგრძელებს, ეს არის ეფრემასურის ლოცვა და სხვადასხვა ფსალმუნები, სადაც კიდევ ერთხელ ვითხოვთ წოდვების მოტევებას, იმას რომ მოყვასი არ განვიკითხოთ და შინაგანი სათნოებების მოპოვებას, რაც არის რეალურად ის ზეთი, რომელიც უნდა აღმოგვაჩნდეს ჩვენ ღვთის წინაშე წარდგომის. აგრეთვე ამ დღეებში აღესრულება პირველ შეწირულის ლიტურგია და ეს 3 დღე ნამდვილად გამორჩეული არის, იმიტომ რომ 4 შაბათის ჩათვლით აღესრულება. 4 შაბათის ჩათვლით, დიახ, იმიტომ რომ 5 შაბათის დღე გარკვეულწილად მაინც დღესასწაულია, იმიტომ რომ ზიარების დაწესების ღვინით და ზეთითაც ხსნილი არის, ნუ ეს კი სტაბერო კანონები არის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ერისკაცები რომ ეს ყველაფერი შევასრულოთ და 5 შაბათი დღე არის ძალიან დიდი ნუგეში, იმიტომ რომ ამ დღეს დაწესდა ზიარების საიდუმლო და ენით გამოუთქმელ ღვაწლში. ნუ ენით გამოუთქმელი არ არის, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად ესეთი გამორჩეული პერიოდი იყოს ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში. უდიდეს ნუგეშად გვეძლევა ჩვენ უკვე ხუთშაბათის მსახურება და თანდათანობით უკვე ჩვენ ვემზადებით აღდგომის დღესასწაულის მისაღებად. როდესაც უფალი მიემართებოდა გოლგოთისკენ და თითოეული ეს დღე არის დიდი ნაბიჯების გადადგმა გოლგოთისკენ, რომ ჩვენ ქრისტესთან ერთად ჯვარს ვეცვათ და მასთან ერთად ავდგეთ აღდგომის დღესასწაულზე. გვახსოვს სახარებიდან, რომ როდესაც ტიროდნენ უფალს, რომ აი უფალო ეს რა გიყვეს შენ, ეს რა დაგმართეს, უფალი მოუტრიალდება იმ ადამიანებს და ეტყვის მათ, ჩემზე ნუ იტირებთ, არამედ საკუთარ თავზე იტირეთ. უფალია ის და უფალს შეუძლია თქმა უნდა უდიდესი სიყვარული და უდიდესი თავგანწირვა თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს კიდევაც დაგვანახა საქმეში. ჩვენ უნდა ვიგლოვოთ საკუთარი თავი, რომ სახარებაში რაც არის დაწერილი და რასაც ვისმენთ ჩვენ ამ დღეებში, ჩვენთვის დაიწერა და ის თქვათ ეპიზოდები, სადაც თავად წმინდანების დაცემაც კი არის მოთხრობილი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და არ უნდა გაუმპარტავნდეთ, არ უნდა წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი რაღაც მაღლად, რომ უფალო აი მე შენ არ გაგცემე, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ. დავიმდაბლოთ თავი, დავინახოთ საკუთარი უძლურება და ვეცადოთ რომ უფრო ღრმად ჩავწვდეთ სახარების საკითხავებს და აი მე გეტყვით იმას რომ აი ყოველწლიურად ხომ ჩვენ ერთ იგივეს ვაკეთებთ თითქოს უკვე როგორც თქვენ გადაღეჭილი გვაქვს სახარება, მაგრამ ესე შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიწყია სახარების შემეცნება. ძალიან ღრმა არის სახარების მიხედვით ცხოვრება. და ნუ მოგბეზრდება ერთი და იგივე ღვაწლი. აი მამაუჩვენოს ლოცვა ხომ ყველაზე პირად ვიცით, მაგრამ რამდენჯერს არ უნდა წარმოთქვა ეს ლოცვა, იმდენჯერ რაღაცა სხვანაირი მადლი და სიღრმე მოდის ღმერთიდან ჩვენზე და ადამიანი არის მზარდი არსება და აი ეს ჩვენი ცხოვრების წლები, რაც მოცემული გვაქვს და მეორსმული სახარება, რაც არ უნდა დიდი ხანი ვიცხოვროთ, ჩვენ სახარების ანუ მცირე ნაწილსაც ვერ ამოვიღებთ ბოლომდე და ვერ შევისხორცებთ მის სიბრძნეს. ასე რომ ნუ ვიტყვით რომ რაღაცას მივაღწიეთ, რაღაც უკვე შევიმეცნეთ, გასაკეთებელი ძალიან ბევრი გვაქვს და თვითონ იმის თქმა რომ მე რაღაცას მივაღწიე და უკვე აღარ მჭირდება არაფერი, ეს უდიდესი ტრაგედია და დაცემა არის ქრისტიანისთვის. მამადავით,
რაღაც თქვენ კიდოდა კი. ბოდიში ელისაბედ შეგიშალი ხელი მგონი სულიერი სიფხიზლის შესახებ მინდა კითხოთ მამან დავით კონკრეტულად რომ განმარტოთ რას ნიშნავს ეს სიტყვები როგორ შეიძლება გადმოვიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გავიგოთ ზუსტად აღვიქვათ რას ნიშნავს ზუსტად ეს სიტყვა და ასევე ტალანტების შესახებ იხსენებს იგავს მართლმადიდებელი ეკლესია ნათელი მაგალითი ალბათ არა მხოლოდ ეს იგავი ზოგადად უფლის იგავები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოსატანად ზუსტად გავიგოთ ამ ცხოვრების არსი და შინაარსს ხო? სულიერი სიფხიზლის მოპოვება დიდ მონდომებას უკავშირდება რა თქმა უნდა სულიერ სიფხიზლემდე უნდა ვეცადოთ რომ გარკვეულად დილით ადრე ადგომას მივეჩვიოთ თუნდაც ეს გასტრონომიული მარხვაც კი არ არის მთავარი მაგრამ გვეხმარება სულიერი სიფხიზლის მოპოვებაში და სულიერი სიფხიზლე მოდის ზომიერი ცხოვრების წესიდან და იქიდან რომ მე რაღაცები გადავდოდა ამ პერიოდში აი ნებიშვიდეულში ჩემთვის პრიორიტეტული გახდეს წმინდა სულიერი საგნები და მოვლენები რომელთა აღქმის და მიღების შედეგადაც მე უფრო ახლოს მივალ ქრისტესთან ყველაფერი უკავშირდება შრომას და რაც უფრო მეტად ვიშრომებთ ანუ გავატარებთ დროს ლოცვაში ღვიძარებაში სახარების კითხვაში სხვადასხვა კეთილი საქმეების აღსრულებაში მეტად გამოგვიმუშავდება ჩვენ სულიერი სიფხიზლე და აი კიდევ ერთი დეტალი სიფხიზლისთვის ეს არის ხსენება ღმერთის წინაშე წარდგომისა რომ დღევანდელი დღე მართლა შეიძლება უკანასკნელი იყოს ჩემთვის და მართლაც იქნება ერთი დღე რომელიც უკანასკნელი იქნება ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ ამან არ შეგვაშინოს უიმედობაში არ გადაგვაგდოს თუკი აი ესეთი ასე თქვათ ღვაწლი რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ ადამიანს გარკვეულწილად სასოწარკვეთილებისკენ მოუწოდებს და უიმედობაში აგდებს, მაშინ ადამიანმა უნდა დააბალანსოს ეს ყველაფერი და საპირისპიროდ ამისა უნდა გაიხსენოს ის აღთქმები, რომელსაც უფალი გვაძლევს და თუნდაც ის სწავლებები, სადაც ელემენტარულად უფალი გვეუბნება, რომ თუ სხვას არ განიკითხავთ, თქვენ მე არ განკითხავთ და აი ეს სიტყვებიც თუ ჩვენ ქრისტეს წამს და გვჯერავს, როგორი ცხონების იმედს აჩენს თითოეულ ჩვენთაგანში. თუმცა რა ძნელია რომ არ განიკითხო. თითქოს ესეთი მარტივი რამ, რომ არ განიკითხო, მაგრამ ესე გვიჭირს ადამიანებს. მამა დავით თქვენ დილის ლოცვა ახსენეთ და ის რომ ყოველდილით უნდა ვფიქრობდეთ იმ ყველაფერზე, რაზეც საუბრობთ, აი კითხულობთ სწორედ დილის ლოცვაში, მეხსოვსად საჯული კი მოვიდეს და თითოეულისა საქმენი გაშიშვლენ. ანუ აი იმ სულიერი სიფხიზლისკენ სწორედ დილის ლოცვაც, ანუ დილიდანვე ჩვენი ლოცვები მოგვიწოდებს, ხო? თუ კი რა თქმა უნდა წავიკითხავთ ამ ლოცვას. რა მინდოდა მეკითხა ასევე, ჩვენ ვიცით რომ აი გეცემანის ბაღში, როდესაც ლოცულობს მაცხოვარი, მოციქულებს ეუბნება რომ იფხიზლეთო, თუმცა მოციქულებს რამდენჯერმე ჩაეძინება. შემდგომ, როდესაც გოლგოთაზე ჯვრით მიბრძანდება უფალი, ჯვარი მიაქვს, გამოჩნდება სვიმონ კვირინელი, რომელიც შეეხიდება ჯვრის სიტუაში, დაეხმარება უფალს. ასევე, როდესაც ჯვარზე არის გაკრული მაცხოვარი, შეურაცხყოფილ ნაგვებ მაცხოვარში, ავაზაკი, რომელიც მის გვერდით არის ჯვარზე გაკრული, იცნობს მაცხოვარს და ეუბნება, რომ მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა. ანუ ჩემი შეკითხვა რაში მდგომარეობს? რაში ჭირდებოდა უფალს ეს ადამიანური ნუგეში, ხო? რომ ეფხიზლათ მოციქულებს, შემდგომ რომ დახმარებოდა მას სვიმონ კვირინელი და ის რომ ავაზაკი გამოსარჩლებოდა. ანუ რას გვაჩვენებს ამით უფალი და როგორ უნდა ავხსნათ და გავიგოთ, როგორ განიმარტება ეს მომენტები წმინდა წერილით. კარგი პარალელი არის გავლებული დღევანდელ დღესთან და თქვენს შეკითხვასთან, იმიტომ რომ უფალმა დაგვანახა ჩვენ ასე ცხადად ყოველას რომ თავისი საფრთხო ბუნებიდან და ღმერთობიდან გამომდინარე კი არ მოგვანიჭა ესე რომ ერთი ეთქვა და ჩვენ უცებ გავთავისუფლებულიყავით და ეს სოდვის ბორკილები დაცვინებულიყო არამედ დაგვანახა რომ თავისი ადამიანური ბუნებით მან თავს იდვენით გამოუთქმელი ღვაწლით კივილები და აქედან გამომდინარე მოგცა ჩვენ მაგალითი თუ როგორ უნდა დავამარცხოთ სოდვა ეს არის დიდი შრომა, დიდი თავგანწირვა და დიდი სიფხიზლე. უფალი, როდესაც გეციმანის ბაღში ლოცულობდა, ძალიან საინტერესოა სამჯერ ამბობს ერთ და იგივე სიტყვას და ლოცვისთვის ეს მეთოდი ჩვენს რა თქმა უნდა გამოგვადგება, რომ ხან არის რომ ერთხელ წარმოვთქვამთ ლოცვას და ნუ რაღაც არ იმთება ჩვენში სულიერი ნაპერწკალი, საჭიროა მეორეჯერ იგივე ლოცვა თუნდაც აი ამოვჩვენო იქნება თქვა და მე უფეოზეცათა ნუ ეს ინდივიდუალურია და ეს გამოცდილება უნდა გქონდეს და აი მესამეჯერ უკვე რომ ვილოცებთ ერთ და იგივე ლოცვას, სამჯერ ლოცვის პრაქტიკა არის ეკლესიაში, ეკლესიის მამების მიერ მოცემული, აი მაშინ უკვე ადამიანი გარკვეულწილად გადის უკვე კონტაქტზე უფალთან და ღებულობს მისგან
ასე ვთქვათ, პასუხს ამა თუ იმ მის შეკითხვაზე. ისე რა არის, მაინდა-მაინც ესე არ უნდა უფალს, რომ ესეთი ასე ვთქვათ, ფინიში ქონოდა მის მოღვაწეობას, რა თქმა უნდა. ის ისურვებდა იმას, რომ ყველას მიეღო ის და არავის არ ეცემა და არავის ჯვარზე არ გაეკრა, მაგრამ ამით ჩვენ ასევე დაგვანახა უფალმა ჩვენი დაცემული ბუნება. ჩვენ ახლა ნუიტყვით იმას, რომ იქ ვინც არის ახარებაში მოხსენებული, მხოლოდ იმათმა თქვათ გაარტყეს უფალს, ესროლეს ტალახი და აადგეს ეკლესიის გვირგვინი და ასე შემდეგ. ყოველდღიურად ჩვენ თუ ჩავუფიქრდებით და ჩავღრმავდებით ჩვენ ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ძალიან ხშირად ჩვენ კიდევ უფრო მეტად უარეს ვაკეთებთ და იუდამ თუ 30 ვერცხლად გაყიდა, ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო იაფად და საერთოდ არაფერზე რაღაც ამოვებაზე გავცვალოთ უფალი და მისი მადლი. და აი ამ გამოცდილებას და ამ შინაგან ხედვას ჩვენ ვასწავლის ეკლესიის წმინდა მამები, განსაკუთრებით ანდრია კრეტელი, რომელიც აი საოცარ პარალელებს აავლებს ბიბლიის პერსონაჟებსა და საკუთარ თავს შორის და ღრმად გვახედებს საკუთარ თავში. და უფალს უნდა რომ მოციქულებმა ისწავლონ ღვიძარება, მასთან ერთად ერთგულება. მანამდე პეტრე ეუნება ქრისტეს, რომ თუ კი ყველა დაბრკოლდება, მე არ დავბრკოლდები. მაგრამ ამის შემდგომ უფალი ეუნება თან სამჯერ გამორჩეულ მოციქულს პეტრეს, რომ ჩემთან ერთად იფხიზლე. მაგრამ პეტრე ვერ ახერხებს ამას და უკვე პასუხი გაცემული იყო ყველაფერზე, რომ პეტრეს არ შეეძლო. ეს მხოლოდ სურვილი იყო. მას უნდა უფალთან ყოფნა, მაგრამ ეს დიდ გამოცდას გაივლიდა. და ეს გამოცდა იმ მომენტში პეტრემ ვერ ჩააბარა, მოდი ესე ვთქვათ, და ეს ვართ რეალურად ჩვენ ადამიანები, ხშირად ვამპარტავნოთ, გვინდა ბევრი რამ, მაგრამ რესურსი ხშირად ნაკლები გვაქვს და იმაზე მეც ვთხოვთ საკუთარ თავს, რის ემოციებად შეუძლია. ამიტომ უცდომელი ყოველთვის არის თავმდაბლობა, ღმერთზე მინდობა და როგორც წმინდა წერილში არის, ესეთ ადამიანებს ისეთ სიძლიერეს აძლევს უფალი, რომლის მსგავსიც რომ არ არსებობს. ბევრი შეიძლება ვისაუბროთ აი დღევანდელ დღეზე, ან ცოტა ისეთი დღე არის, რომ აი მრავალმხრივ გამორჩეული, მრავალმხრივ შეიძლება გავშალოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობა. თვითონ აი ეს ტალანტებიც აი თქვენ რაც ახსენეთ, ტალანტების ასე ვთქვათ, გამრავლება და მიწაში დამარხვა, რომ ერთმა მიწაში დამარხა და დანარჩენებმა გაამრავლეს, ალბათ ორივეს ვაკეთებ ჩვენ ყოველდღიურად, ხან არის რომ ეს ნიჭი მიწაში იმარხება ჩვენს მიერ, ხან ვცდილობთ რომ გავამრავლოთ ეს ტალანტები. მთავარი არის მონდომება. თუ მე დღეს ვცდილობ იმას, რომ ღმერთთან გავიდე პიროვნულ კავშირზე და მასთან ახლოს ვიყო, მაგრამ არ გამომდის, ხვალინდელ დღეს კიდევ უფრო მეტად გამომივას, ეგინდელ დღეს კიდევ უფრო მეტად და ასე ამგვარად დროთა განმავლობაში მე მოვიპოვებ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო რეალურად ქრისტესთან ერთად და როგორ გავყვე მის გზას. დიახ, და მამა დავით, კიდევ უფრო მძიმე დღეები თქვენ ბრძანეთ, რომ ხუთშაბათი ამ ხრივ გამონაკლისია, დღესასწაული არის და ზეთით და ღვინითაც კი ხსნილი არის, მაგრამ უფრო მძიმე დღეები წინ არის. დიდი ოთხშაბათი, დიდი პარასკევი და შემდგომ შაბათი. შაბათის დიდი შაბათის მნიშვნელობაზე ნაკლებად გვისაუბრია სხვათა შორის ამ დღეებში და აი ამაზე მინდა გკითხოთ. სწორედ დიდ შაბათს განხორციელდა ის, რისთვისაც უფალი ჯვარს ევნო, ხომ? ესე იგი ცოდულთა სულების გამოხსნა, კაცობრიობის გამოხსნა. აი ამ დღის მნიშვნელობაზეც რამდენიმე სიტყვით რომ მკითხრათ. დიდი შაბათი ნამდვილად გამორჩეული დღე არის. ეს არის დღე, როცა ქრისტეს სხეული საფლავში იყო დასვენებული, ხოლო მისი სული კაცობრივი სული ჩადის ჯოჯოხეთში და ვიცით რომ მისი ღთეება და კაცება არის განუყოფელი და ეს იყო სწორედ ის, რაც წარმოტყვენიდა ჯოჯოხეთს, იქიდან ამოიყვანდა მართალთა სულებს. და როგორც კი ქრისტეს კაცობრივი სული ჩადის ჯოჯოხეთში, ჯოჯოხეთი შეიფქვა და აირღვა და იქიდან უფალმა ამოიყვანა მართალთა სულები და ჯოჯოხეთის წილ 60-მიანი ჭამად, ესე იგი პირველქმნელი ჩადენილი ცოდვის შემდეგ, ვიდრე აი ამ მომენტამდე, სანამ ქრისტე ჩავიდოდა ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად, იქ მას უამრავი ადამიანი ელოდებოდა პირველიდან ბოლო ადამიანამდე და მათ ჯოჯოხეთურ ტკივილებს მშვალობდა სიხარული და იმედი მისცა, რომ მესია მათ გაათავისუფლებდა ამ ყოველივესგან და რომ ადამიანი არ არის შექმნილი ტანჯვისთვის, ადამიანი შექმნილი არის ბედნიერებისთვის, უბრალოდ აი ეს გასავლელი გზა ყველამ უნდა გავიაროთ. იმათმა თქვა ჯოჯოხეთში გაიარეს, ჩვენ ეს გამოცდილება მოვიპოვოთ, აი ამ ცხოვრებაში გავიაროთ ვიწრო გზა და უფალი არასდროს არ დაგვტოვებს. აი ამ დღეს აგრეთვე ხდება სასწაული
იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე იერუსალიმის პატრიარქის ხელში, ასე ვთქვათ, დაჭერილ სანთლებზე გადმოდის ცეცხლის ზეციდან, რაც არის დამოწმება სწორედ ჭეშმარიტი სარწმუნოების, მისი მსგავსი ძველახმაშიც არის, როდესაც ილია წინასწარმეტყველის წინა დაგებულ მსხვერპლზე ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა, რამაც დაადასტურა ის, რომ ილიას ღმერთი იყო ჭეშმარიტი და სწორედ აი ჩვენი წმინდა მამების და ჩვენი პატრიარქების ღმერთიც რომ ჭეშმარიტია, აი ეს დასტურდება ამ მოვლენით. თუმცა ქრისტიანებს ეს გარეგან ნიშნები არ გვჭირდება. ჩვენ ვცდილობთ რომ შინაგანად ყოველდღურად განვახდეთ, გული სოფალი მაინც გვანუგეშებს, ხო? მაგ გარეგანი სასწაული მაინც არის გარკვეული რაღაცა ნუგეში მორწმუნეებისთვის, თუმცა ვინც მხოლოდ გარეგნულ სასწაულს დაეძებს, დიდი ვერაფერი, ასე ვთქვათ, პროგრესი ვერ იქნება სულიერ ცხოვრებაში, თუ არ ცდილობს რომ აღსარებით, ზიარებით და ძალიან დიდი მადლობა მამა დავით. დიახ, ეს ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც მძიმე მარხვარი და ზეთითაც, ესე იგი, არ არის ხსნილი, ხო? დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ამ მძიმე დღეებს, რა თქმა უნდა, თან სდევს ნუგეში და იმედი აღდგომისა და ჩვენ გვინდა რომ წინასწარ მოგილოცოთ უფლის ბრწყინვალე აღდგომა. ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი საუბრობდა სტუდიაში.